დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე, ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ ბიოტექნოლოგიაში არსებულ წარმატებებსა და გამოწვევებზე. ჩვენი სტუმარია კომპანია ბიოქიფარმის მმართველი პარტნიორი რატი ღოლიჯაშვილი. მადლობა რატი მობრძანებისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, შესაძლებლობისთვის. რატი დღეს ფაგებისა და ზოგადად ფაგიოთერაპიის ცნობადობა და პოპულარობა მნიშვნელოვნად იზრდება როგორც სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით, ისე კლინიკურ პრაქტიკაში. მაყურებელს რომ ავუხსნათ ზოგადად რა არის ფაგები და როგორ ვითარდება ფაგიოთერაპია მსოფლიოში, რომელი ქვეყნებია ამ მიმართულებით წამყვანი. დიახ, მართლაც ცნობადობა ამ ქართული უნიკალური ტექნოლოგიის ყოველწლიურად მზარდი არის. შეიძლება ითქვას დღიდან დღემდე და თვიდან თვემდე მზარდია. მთელი მსოფლიო არის დაინტერესებული ფაგებით, ფაგოთერაპიით, იქედან გამომდინარე, რომ ანტიბიოტიკები ხშირ შემთხვევაში ვეღარ კურნავენ რიგ ინფექციებს და მსოფლიოში ერთადერთ ხელმისაწვდომ ალტერნატივად ანტიბიოტიკოთერაპიის განიხილება ფაგოთერაპია და შესაბამისად საქართველო არის ყურადღების ცენტრში, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ საქართველო არის არა მხოლოდ ღვინის, არამედ ფაგების სამშობლოც და ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ამ საქმეს ვემსახურებით. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად პიონერია და დღესდღეობითაც ინარჩუნებს პირველობას ფაგების კვლევის და წარმოების მიმართულებით. და უშუალოდ ჩვენი კომპანია ბიოქიფარმი არის დაფუძნებული იმ ისტორიულ საწარმოო ბაზაზე, რომელიც 1934 წელს აშენდა ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ფარგლებში და იმ ფაგების საწარმოზე, რომელიც თითქმის 100 წელს ითვლის და დღესდღეობით ჩვენი პროდუქციის ქართული უნიკალური ფაგების ექსპორტს ვახორციელებთ 8 ქვეყანაში. გაგვაჩნია 2 საერთაშორისო პატენტი, ვასაქმებთ 80 ადამიანს და გვაქვს ამბიცია, რომ ესე ვთქვათ, ქართული ფაგები მივიტანოთ ყველა პაციენტამდე, ვისაც ესწრება. რატი ჩაგეკითხებით თქვენ ახსენეთ ანტიბიოტიკოთერაპიასთან დაკავშირებული რეზისტენტული პრობლემები. მაინტერესებს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა, რომელიც გახლავთ დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჯანდაცვის სფეროში. რამდენად შეუძლია და რა ბაქტერიული ინფექციებთან ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ფაგებს იმისათვის, რომ შეძლოს და ჩაანაცვლოს ანტიბიოტიკები? დიახ, ძალიან სწორი აქცენტი არის, რომ ფაგების აქტუალობა ზუსტად განაპირობებს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს წარმოადგენს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, რის წინაშეც კაცობრიობა დგას. შესაბამისად, ფაგები არის ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივა და ყურადღება და ფოკუსი მიპყრობილია ამ ტექნოლოგიაზე. რაც შეეხება კონკრეტულად დაავადებებს, ფაქტობრივად ყველა დაავადებისთვის, რომელსაც იწვევს ბაქტერია, შესაძლებელია გამოყენებული იყოს ფაგები სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფაგების პროდუქტი არის ფაგიო, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება სასუნთქი გზების ინფექციებისთვის, განსაკუთრებით პედიატრიაში. არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი, ესე ვთქვათ, მედიკამენტი, რომელიც გამოყენებულია საქართველოს ბაზარზე და არა მხოლოდ. თქვენ ახსენეთ, ჩაგეკითხებით, თქვენ ახსენეთ საწარმო, რომელიც საუკუნოვანი ისტორიით გამოირჩეოდა, ეს უნიკალური მემკვიდრეობა არის. ზოგადად მისი მოდერნიზაცია ძალიან დიდ გამოწვევასთან იქნებოდა დაკავშირებული. რა სირთულეებს შეხვდით მის აღდგენასა და GMP სტანდარტებთან გადაყვანის პროცესში? დიახ, ნამდვილად ეს არის საკმაოდ დიდი მიღწევა და იყო დიდი გამოწვევა, სანამ ესე ვთქვათ, მივაღწევდით ამ ყველაფერს. მთლიანად პროექტი დაახლოებით 2 წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიხარჯა 17 მილიონი ლარის ინვესტიცია გაკეთდა და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, ეს არის ერთადერთი ინდუსტრიული მასშტაბის ფაგების საწარმო მთელ მსოფლიოში
და ასევე ერთადერთი სტერილური წამლის სითხოვანი ფორმების საწარმო სამხრეთ კავკასიაში. ეს ნიშნავს, რომ სტერილურ სითხოვან ფორმებს ვაწარმოებთ ჩვენ საწარმოში. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო. ჩვენ მივიღეთ ეს გამოწვევა და ასევე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, ამ გამოწვევასთან გამკლავება ძალიან რთული იქნებოდა ხარდაჭერის გარეშე ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც არის აწარმოე საქართველო, ჯიტა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, EBRD, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვა დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ესე ვთქვათ, მხარი დაგვიჭირეს ამ მიმართულებით წინსვლასა და განვითარებაში. საქართველოს მართლაც გახლავთ უნიკალური ქვეყანა, სადაც ფაგების კვლევა, წარმოება და შემდეგ უკვე კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენება ხდება და მის საუკუნოვანი ისტორია გვაქვს ფაქტობრივად. დღეს რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და რა მიმართულება უნდა განვავითაროთ იმისთვის, რომ რეალურად გავხდეთ მართლაც ანტიბიოტიკორეზისტენტულობასთან ბრძოლის მსოფლიო ცენტრი. ერთი არის ისტორიული გამოცდილება, ესე ვთქვათ, და მეორე ასპექტი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, მთელ მსოფლიოში ძალიან ვითარდება ბიოტექნოლოგიები. ჩვენ ერთ ძალიან ნიშურ, ესე ვთქვათ, სპეციფიკურ ნიშაში გვაქვს უპირატესობა, გვქონდა და გაგვაჩნია დღესდღეობითაც, თუმცა ძალიან აქტიურად სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა გეოგრაფიებში ვითარდება იგივე მიმართულება, ტექნოლოგია წარმოების, კვლევების მიმართულებით. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ნიშაში, რომელშიც გაგვაჩნია კონკურენტული უპირატესობა როგორც ქვეყანას, რომ მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს და რათა შევინარჩუნოთ და შემდეგ ეტაპზე გადავიყვანოთ ეს კონკრეტული ნიშის კონკურენტული უპირატესობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყნის დონეზე მოხდეს, ინსტიტუციურ დონეზე, როგორც კერძო სექტორი, სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ მევახსენე აწარმოეს საქართველოს და ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო ეს ყველაფერი და 2024 წელს ფაგები გამოცხადდა როგორც ერთ-ერთი ტოპ პრიორიტეტი ინოვაციების მიმართულებით და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი ესე ვთქვათ, ყურადღება დაეთმობა ამ ყველაფრის განვითარებას. რა თქვენ ახსენეთ ექსპორტი. რომელი ქვეყნები აღმოჩნდა დაინტერესებული ამ მიმართულებით და როგორც ვიცი, კიდევ დიდი გეგმებია გაფართოებას აპირებთ ამ არეალის. აბსოლუტურად ჩვენ წარმოდგენილი ვართ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე, რეგიონულ მასშტაბზე, ცენტრალური აზია, პოსტსაბჭოთა ქვეყნები და ამ ეტაპზე ვართ საექსპორტო არეალის ზრდის და გაფართოების პროცესში. და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 3-დან 5 წლის განმავლობაში ეს 8 კომპანია გახდება სუმცირე ორჯერ უფრო მეტი და ამისთვის ძალიან აქტიურად მუშაობთ ყოველწლიურად და ყოველთვიურად შეიძლება ითქვას. ზოგადად ბიოტექნოლოგია კოლაბორაციული სფეროა, მასში აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო უნივერსიტეტები, ინსტიტუტები, კომპანიები. ვინ არიან დღეს თქვენი პოტენციური პარტნიორები უფრო სამეცნიერო კვლევით მიმართულებით? კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიასა და ინსტიტუტებსა და კერძო კომპანიებს შორის თანამშრომლობა და ჩვენ თანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინსტიტუციებთან, როგორც არის ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, გერმანიაში არაერთ ინსტიტუტთან გვითანამშრომლია და მათ შორის NCDC საქართველოში და ერთს აღნიშნავ, რომ ყველა ჩვენი პარტნიორები ამ ქვეყნებიდან, გერმანიიდან, შტატებიდან, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ გვეწვია მთავარი კლინიკური დირექტორი, ყოფილი კლინიკური დირექტორი FDA-ის, ამერიკული FDA-ის და ჩვენ სიამაყით ავივსეთ, რადგან ყველა ჩვენი სტუმარი, ვინც ათვალიერებს იმ წარმატებას, იმ სტანდარტების და იმ საწარმოს და კვლევით ინფრასტრუქტურას, რაც გაგვაჩნია საქართველოში, ჩვენ კომპანიაზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, აღფრთოვანებას ვერ მავამენ და ამბობენ, რომ მსგავსი არა მხოლოდ არ ჩამორჩება, ესე ვთქვათ, განვითარებულ ქვეყნებში არსებულ ინფრასტრუქტურას, არამედ აღემატება კიდევაც რიგ მიმართულებებში და განსაკუთრებით ფაგების მიმართულებაში. რატი ბიოტექში ზოგადად ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ადამიანი და მისი ცოდნა არის, როგორ შეაფასებდით ზოგადად დღეს მიკრობიოლოგებისა და ბიოტექ სპეციალისტების პოტენციალს, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს სფერო?
ნამდვილად რთული საკითხია, იმიტომ რომ პატარა ეკონომიკაში, პატარა ქვეყანაში ისეთი ნიშური მაღალტექნოლოგიური მიმართულებები, როგორიც არის, თქვათ, მიკრობიოლოგია და ბიოტექნოლოგია, საკმაოდ რთულია, ესე ვთქვათ, ლავირება და განვითარება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ სწორი ყურადღება, პრიორიტეტის მინიჭება ამ დარგზე მაქსიმალურად დაეხმარება და ინსტიტუციურ დონეზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, კერძო სექტორის მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ შემდეგ ეტაპზე გადაიყვანს ამ სფეროს და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვთქვამთ ამ ნაბიჯებს. ჩვენ დავაკმაყოფილეთ ევროპული GMP სტანდარტი ამ პროექტის ფარგლებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს განვითარება გაგრძელდეს სხვადასხვა მიმართულებებით. რამდენად ვაკმაყოფილებთ ზოგადად იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც საერთაშორისო კონკურენტუნარიანობისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? როგორც ვახსენეთ, ჩვენ ამ შემთხვევაში საქართველოს თუ რამდენიმე GMP სტანდარტის საწარმო არსებობს, 4 თუ არ ვწდები, ერთ-ერთი ჩვენი კომპანია არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწარმო ფაგების წარმოება ხდება ნულიდან, ესე ვთქვათ, სრული ციკლის წარმოება ხდება და ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანია ამ კონკრეტულ სფეროში. როგორც უკვე ვახსენე, ასევე ერთს აღნიშნავდი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ბაზარზე ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ, რესურსი ჩაიდო დაახლოებით 80 ადამიანიდან 20 ადამიანი არის ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით დასაქმებული და ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, ესე ვთქვათ, ხარისხის მიმართულებას. და ეს ზრდის კონკურენტუნარიანობას მთელ მსოფლიოში და რეგიონში. თუმცა სამწუხაროდ საქართველოში გამოჩნდა და დღესდღეობით არის რამდენიმე პროდუქტი, მათ შორის სააფთიაქო ქსელებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან, ესე ვთქვათ, რეგულირებას. და ჩვენ ვისურვებდით, რომ თანაბარ პირობებში მოგვიწიოს, ესე ვთქვათ, კონკურენცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა მოგვარდება და გამოსწორდება უახლოეს მომავალში. და ბოლოს სად ხედავთ ზოგადად ბიოქიმიასა და ჩვენს ბიოფარმაცევტიკას მომავალი 10-15 წლის განმავლობაში? ერთ დავაზუსტებ, გულისხმობდი ფაგების პრეპარატებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. 10-15 წელიწადში მე არ ვიცი, ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩვენ ფაქტობრივად დილით ამ იმედით და ამ კონკრეტულ მისიაზე მუშაობით ვიღვიძებთ და ამ მისიაზე მუშაობით ვიღვიძებთ, ესე ვთქვათ, ვიძინებთ მთელი გუნდი და ძალიან გვეამაყება, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურებით, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ის უპირატესობა, რაც საქართველოს ამდენი თითქმის 100 წლის განმავლობაში გააჩნია, მე ვფიქრობ, რომ თუ სწორი მიმართულებით მოხდა ამ ყველაფრის განვითარება 10-15 წელიწადში კიდევ უფრო მკვეთრად, ესე ვთქვათ, იკაშკაშებს ეს უპირატესობა და საქართველო ნამდვილად გახდება ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლის ცენტრი და ამ ყველაფრის მთავარი, ესე ვთქვათ, საფუძველი იქნება ფაგოთერაპია და ფაგები და ამისთვის ნამდვილად ბევრს ვშრომობთ, რომ ეს ყველაფერი გახდეს რეალობა. რატი, ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო ინტერვიუსთვის. შეგახსენებთ, რომ ჩემი სტუმარი იყო ბიოქიმ ფარმის მმართველი პარტნიორი რატი ღოლიჯაშვილი.